ოლიგარქის სუსი საქართველოს პარტნიორების წინააღმდეგ უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ანდრიო ხანაშვილის უწყება ხელს პირდაპირ დასავლურ ქვეყნებს ადებს და ამბობს, რომ სწორედ მათი ინსტიტუტები იყვნენ ამ პროცესში ჩართული. დესტაბილიზაციის მცდელობაზე სუსი 2023 წელსაც საუბრობდა, თუმცა არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია. ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაზე 2014 წლიდან ლაპარაკობს, თუმცა უშედეგოდ. სალომე ლაბაძე მოისმინა პოლიტიკური შეფასებები ამ თემაზე. ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. სალომე, გისმენთ. იმის მტკიცება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ძალადობრივი გზით უპირებენ შეცვლას და რომ ამაში გარე ძალები არიან ჩართული სუსის მხრიდან, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ის რაც ნამდვილად ახალია, ოხანაშვილის ავტორობით მომზადებულ ამ ანგარიშში ისაა, რომ ამაში დამნაშავედ სუსი ამჯერად პირდაპირ დასავლეთს ასახელებს. უფრო კონკრეტულად ტექსტში ოხანაშვილი წერს, რომ 2024 წელს იმ მიზნით, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება ძალადობრივი გზით, საქართველოში იწარმოებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები, ამ კამპანიებში კი სწორედ აქტორები და ქვეყნები იყვნენ ჩართული. რომელ სახელმწიფოებზე ან რომელ ინსტიტუტებზეა მითითება, ამას ტექსტში ოხანაშვილი არ აკონკრეტებს, აქ მეტი დეტალის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა თავარი ისაა, რომ ამ ტექსტში ისევე როგორც წინა წლებში მომზადებულ ანგარიშებში სულ წარმოდგენილი არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, რაც თუნდაც დაწერილის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. თუმცა ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ოცნების ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს ამ ტექსტის ნამდვილობაში ეჭვი მაინც არ ეპარებათ და ისინი საკმარის არგუმენტად იმის მტკიცებისთვის, რომ თითქოს დასავლეთია ჩართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის პროცესში, მიიჩნევენ იმას, რომ დასავლური აქტორები, სახელმწიფოები თუ კონკრეტული ორგანიზაციები საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიას ფინანსურად ეხმარებიან. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე ცალკეული შიდა და გარე აქტორები, ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც მათ შორის ჩართულნი იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მთავარი ფუნქცია, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში უსაფრთხოება. შესაბამისად, რა ინფორმაციაც აქვს, სულს ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თელმა საზოგადოებამ ზოგადად სახელმწიფო ტონის უსაფრთხოების საკითხები, რომელიც არ არის საიდუმლო ინფორმაცია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას მოუწოდებ, რომ გაეცნოს ანგარიშს. დასავლეთი ცდილობს საქართველოში ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას. ყველა ის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ შესაბამისად ის ანგარიშები, რომელიც წარმოდგენილი არის მათ შორის პარლამენტში, რომელიც ყოველწლიური ანგარიში არის, მთელი საზოგადოებისთვის არის საზოგადოებისთვის მტკიცებულებები რატომ არ არის მისაწვდომი? რატომ უნდა დავიჯერო, რომ ეს შეთქმულების თეორია არ არის, ბატონო გიორგი? არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარკვეული პარტიული ტელევიზიებისგან განსხვავებით არ ჭორაობს. ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ის რომ პარლამენტში არის წარმოდგენილი ის ანგარიში, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მხრივ, მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს ფაქტების, არგუმენტების, მტკიცებულებების გარშე საუბარი ჭორაობა არ არის, ბატონო გიორგი? სახელმწიფოში. სუსი, როდესაც რაღაცა განცხადებას აკეთებს, ის აკეთებს კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამიტომ, როდესაც იქნება სუსის ინფორმაციის მოსმენა, უფრო დეტალურად მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. თქვენ რა გარწმუნებთ ამაში, ბატონო ირაკლი? სად არის მტკიცებულებები? ამერიკის ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა და სამთავრობო გუნდმა ამერიკელმა თელ სოფლიოს ამცნო, რომ წინამორბედობა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი საზიანო გააკეთა დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩარევის კუთხით, არასწორად ჩარევის კუთხით. ეს უკვე არგუმენტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი არგუმენტი, რომელიც სიფხიზლისკენ მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ ხედავდით უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი, ასე ვთქვათ, ადგილობრივი საცეცებით მუშაობდნენ, თითქოს NGO სახელწოდებით და ჩვენ ხედავდით, რომ ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ისეთი რეალური, როგორც არასდროს. იმიტომ რომ არაერთი ასეთი მცდელობა გვინახავს, მაგრამ ეს იყო
ფაქტობრივად ბოლო ძალების მოკრება არ წარმოუდგენელი არის იმაზე მეტი ჩარევა და იმაზე მეტი უხეში ზემოქმედება როგორც ქვეყნის გარედან ასე ქვეყნის შიგნით ვიდრე ეს ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და ჩვენ ხედავდით რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად ართმევდა ამ ყველაფერს თავს. Რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანიშნულებაც ის არის როდესაც ხალხს ძინავს სწორედ ეს მშვიდი ძილი უზრუნველყოს მათ და ფაქტია რომ მათ შეძლეს ბევრი რისკის აღმოჩენა და პრევენცია. რატომ შეცვალა სუსმა მიდგომა და თუ წინა წლებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე აქტორებად მხოლოდ გულისხმობდა დასავლურ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს, ახლა რატომ გადაწყვიტა მათი პირდაპირ დასახელება? სწორედ ეს ვკითხეთ ოპოზიციას, ოპოზიციაში კი საპასუხოდ ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ქართული ოცნება ღიად ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოებაზე გადავიდა, ტექსტში ასეთი ცვლილება არ არის გასაკვირი და ლოგიკურიცაა. ხოლო იმის ჩვენებისთვის რამდენად აბსურდულია ის, რასაც ოხანაშვილის სუსი ამტკიცებს ოპოზიცია მიუთითებს დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ოხანაშვილი აღწერს 14 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ არსებულ ვითარებას. მე შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს, რადგან სწორედ ამ დროს პარლამენტის შენობაში ხმოსნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა და იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია იმ დღეს არ გამოირჩეოდა არც მრავალრიცხოვნებით და ის ვინც იყო ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო მაგალითად ბურთით და ასევე სხვა სიმბოლური ინვენტარით, ოხანაშვილის სუსი ამ დოკუმენტში გვიმტკიცებს, რომ თითქოს ამ დღეს იგეგმებოდა პროცესის ჩაშლა, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა და მეტიც მკვლელობაც კი. რიად არის პირველად სუსის არსებობის ისტორიაში დასავლური ორგანიზაციები და ინსტიტუტები დეზინფორმაციასა და პროპაგანდის გავრცელებაში მხილებული, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, თუ მათ შორის რიგი მედია საშუალებები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი თუ დადანაშაულებული. ეს კიდევ ახლა აჩვენებს იმას, რომ მთავარი ყურადღება არარუსულ ოკუპაციაზე და ანექსიურ პროცესებზე არის, არამედ რეჟიმის უსაფრთხოებაზე. სხვაზე როგორ უნდა იძახდეს საერთოდ რომ დესტაბილიზაციას აწყობს და ამ ქვეყანაში რისი თავარი დანიშნულება სუსის რაც არის რომ აღკვეთო სახელმწიფო გადატრიალება ის უკვე მომხდარია 26 ოქტომბერს ბიძინამ ეს ქვეყანა გადაატრიალა და ეხლა ქართველი ხალხი ცდილობს ამის გადმოტრიალებას და დავიბრუნებთ საქართველოს ეჭვი არ შეეპაროს ივანიშვილს და ის ორგანო რომელმაც ეს ანგარიში დაწერა ეს სისულელე შიგნით შეატანინა და ეხლა განხილვას ვინც აკეთებს პარლამენტი ყველა დაემშვიდობება ამ სამსახურს სუსაც მოუწევს იმის გააზრება რომ აღარ იქნება ისეთი მონსტრი როგორიც არის და ერთხელ და სამუდამოდ მივიღებთ იმ ქვეყანას სადაც ერთი კაცი ვეღარ მართავს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ რეალურად ამ ანგარიში ვკითხულობთ ქართული ოცნების message box და ნარატივს, რომ დასავლეთი არის მტერი, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომის წესებით ცდილობს ხელისუფლების ცვლილებას, რომ ახალგაზრდები რომლებიც ქუჩაში არიან მეიდნის სცენარით მიდიან, კლასიკურად ანტიდასავლური გზავნილები. ამ ანგარიში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ ქართულმა ოცნებამ შეიცვალა საგარეო კურსი. იმიტომ რომ ეს ანგარიში არის განწყობილი ანტიდასავლურად. ეს არის კაპიტულანტური ტექსტი, რომელიც დაწერილია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის საამებლად. რეალურად მან ტრად დაასახელა დასავლეთი დასავლური ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, რიგი ინსტიტუტები პირდაპირ წერია, რომ ისინი არიან ავტორები იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ავტორები იმ დესტაბილიზაციის მცდელობისა თითქოს, რომელიც აქ მიმდინარეობს. იმ უწყებამ, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, რომელიც ამაზე უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს უარ კონფლიქტად რუსეთის როლი და ახალი მტრის ხატი შექმნა დასავლეთის სახით, იმ დასავლეთის სახით, რომელიც მათ შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების დროს და ყველაზე რთულ ვითარებაში ყველანაირი რესურსი ცდილობდა ჩვენი მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვას. ვიდრე დასავლეთს მტრად წარმოადგენდა და ვიდრე დაწერდა საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის, დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობის მცდელობებზე, ოხანაშვილი ამ ანგარიშში პირველს რასაც ეხება, როგორც პრობლემას და როგორც საფრთხეს არის რუსული ოკუპაცია. თუმცა ოპოზიცია ამ ნაწილშიც ხედავს პრობლემას, კერძოდ კი განსაკუთრებულ პრობლემას ხედავს ტექსტის იმ ნაწილში, რომელიც ოჩამჩირეში მიმდინარე პროცესებს აღწერს. იმის მიუხედავად, რომ მათ შორის მედიაში გავრცელებული არაერთი ცნობაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ოჩამჩირეში
რუსეთის მიერ სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდეს, ასეთ პრობლემას ოკუპირებულ აფხაზეთში ოხანაშვილის უსი ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ იქ მიმდინარეობს მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალის მოწყობის პროცესი.